საერთოდ ოპენიარი ეს პლატფორმა და ის რაც მოხდა არის რაღაცა ერთი პატარა და თან ძალიან დიდი მაგალითი თუ რა დუხს და რა ტრიალებს ქვეყანაში. ცენზურა, რომელიც შეჭრილია კულტურაში, საფესტივალო ცხოვრებაში, შემოქმედებით წრეებში, წარმოიდგინეთ ბავშვს ვატარებ სიმღერაზე და მას უკრძალავენ სამშობლოზე სიმღერას. აი მეტი უბედურება რა შეიძლება გვჭირდეს, რომ აკაკი წერეთლის ლექსი ცაფირუს ხმელე ძურმუხტო რომ იმღეროს ფესტივალზე ამხელა სცენაზე ჩემშვის აუკრძალეს. მე არ ვიცი მე რომ მშობელი ვიყო, ამაზე რა რეაქცია შეიძლება მქონდეს, ან ის ბავშვი რომ იყო, რომელსაც უკვე ყველაფერი კარგად აქვს, გაცნობიერებული, დარწმუნებული ვარ ამ ასაკში, განსაკუთრებით ტკივნეული არის. ასეთი ტიპის ორი აი თან ჩვენ ხომ ნახეთ ის კლიპი, როგორი აღტკინებულები, სიხარულით სავსეები გვეპატიჟებიან და უცებ გეუბნებიან, რომ არა, შენ არ გამოხვალ, არა, შენ გეკრძალება იქ გასვლა და პასუხი მართლა ძალიან მწარე იქნება სწორედ იმ ბავშვებისგან პირველ რიგში და რა ვიცი მე ახლა თუ კი რომელიმე მშობელს იქ რავი გული არ ეტკინა და ახლა ესეთი რობოტია რომ მართლაც რასაც პარტია მეტყვის იმას ვასრულებ აქ ცხოვრობს მე ასეთი საქართველო არ ამგონია რომ ვაშენებდეთ და გვინდოდეს და ჩვენი შვილებისთვის გვინდოდეს ეს თვითონ ეს პლატფორმა და ოპენიარი ახლა ძალიან კარგი მაგალითია იმისი თუ სად შეიძლება პოლიტიკური ბრძოლა მე ახლა ამ შემთხვევაში პოლიტიკურს მეტაფორულად ვამბობ აი ესე დიდ სივრცეებში გადავიდეს სადაც აი ერთობა ერთიანობა მუხტი პოზიტივი სიხარული და გამარჯვების შეგრძნება მოაქვს ამ ყველაფერს სამწუხაროდ აი სივრცეები სადაც ჩვენ ვიბრძოდით ეხლა არის მინავლებული შეცოტავებული რაღაც ფრუსტრირებული და ამიტომ ფორმების შეცვლა, რაღაც ახალი გზების მოძებნა იქნება ეს მე მესმის რომ ხა კულტურას და ხელოვნებას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ცენზურის პირობებში ყოველთვის ეძებდა გამოსავალს და სხვადასხვა არხებს, თუნდაც პოლიტიკური ცხოვრება ალეგორიებით მიდიოდა, რაღაც სხვა აი სხვათა შორის ვაკვირდებოდი, როგორ ებრძოდნენ ოცნების პროპაგანდისტები, რაღაც ვიდეოები მხვდებოდა, მაგალითად თამადას გამოსვლაზე აი სკაბიანი ბიჭები მოგწონთ და რაღაც ესეთი სისულელები, სადაც აი მოკლედ ესეთი თან ესეთ დაფინანსებული პოსტები ხვდებოდი, იმიტომ რომ მათ ხვდები როგორ შეწუხდნენ ისინიც და როგორ აი სწორედ ამ რაღაც უამ ახალგაზრდების უზარმაზარმა ტალღამ აქ მომრჩევლების ძალიან ახალი მომრჩევლები არიან ხო? უკვე მთელი თაობა ორი თაობა მოვიდა რომელიც ამ პროტესტში ცხოვრობს და ეს ძალიან დიდი მასა და სწორედ აი ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს ამ ახალი ტალღის იმედი მაქვს რომელიც იმ ოპენიარზე იქნება თუ იმ რუსთაველზე თუ იმ Facebook-ში აკრძალული პოსტების შემხედვარე თუ ასე შემდეგ იტყვის თავის სათქმელს და ეტყვის უარს ამ ხელისუფლებას, მის ცენზურას, მის სადამსჯელო რეპრესიულ მანქანას და ამას აუცილებლად ექნება პასუხი უბრალოდ რა თქმა უნდა გვინდა რომ ეს იყოს მალე და იმ საარჩევნო კანონმდებლობით რაც გვაქვს და აი ახლა რაც ხდება ეს იქნება ამ 2 წლის მანძილზე მე ვფიქრობ ძალიან სწორედ აი ეს ნიადაგი იქნება მოსამზადებელი რომ აი ამ ბავშვებმა ამ ახალგაზრდებმა თქვან თავიანთი სიტყვა და ეს არ გაყალბდეს ეს ხმა. სწორედ ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ რომ მათ მაინც არ იგრძნონ ის რაც ჩვენ თქვა და აგერ ცოტა ხნის წინ ნახეთ აი ამისთვის ვიბრძოლოთ. რა ვიცი ვიცი რომ 2 წელი კი არა და დღესვე მინდა ეს ხდებოდეს, დღესვე მინდა ეს გადატეხვა მოხდეს და მიჭირს უბრალოდ ამ ყველაფერს ყოველდღიურად უკარგავთ ჩვენ ქვეყანას ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრდება, უფრო და უფრო გვიჭერენ, უფრო და უფრო გვიკრძალავენ სიმღერას, ცეკვას, აზრის გამოთქმას, თვითგამოხატვას, მაგრამ ეს აუცილებლად სადღაც ფსკერი არის აუცილებლად, რომელზეც უნდა დავკრათ ფეხი და ამოვიდეთ.